გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ღმერთის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუა ვარ. ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება ელექტროსიგარეტი და მისი გავლენა ფილტვებზე და ამ თემაზე სასაუბრო ჩვენი დღევანდელი სტუმარია ევროპის უნივერსიტეტის პულმონოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, ექიმი პულმონოლოგი ბატონი დავით ჭყონია. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა მოგწანებისთვის. მოგესალმებით. მადლობთ რომ მომიწვიეთ, მივესალმებით თქვენს მსმენელს. მოდით ბატონო დავიწყოთ საუბარი ზოგადად იმით თუ რა ძირითადი განსხვავება ელექტროსიგარეტებსა და თამბაქოს შორის. ელექტროსიგარეტა და თამბაქოს შორის მე პირადად ვერ ხედავ ვერანაირ განსხვავებას, რაც შეეხება ჯანმრთელობას. ვიზუალური განსხვავება არის, რა თქმა უნდა და არის ასე ვთქვათ მოწოდებული რომ ელექტროსიგარეტი არ იწვევს წვას და ამ წვის არარსებობის გამო თითქოს ნაკლებ მავნებელია. მე ასე არ ვფიქრობ და ვთვლი რომ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების კუთხით ორივე ელექტროსიგარეტის და თამბაქოს ერთნაირ მავნე ზეგავლენას ახდენს. რა ზიანს აყენებს ელექტროსიგარეტი ფილტვებს ბატონო დავით? დავიწყოთ იმითი რომ ელექტროსიგარეტი ვინაიდან თამბაქოს გამოეცხა და დაუნდობელი ბრძოლა არა მარტო ჩვენთან, ეს დაიწყო უფრო განვითარებულ ქვეყნებში, არა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ეს დაუნდობელი ბრძოლა გრძელდება 10 წლეულებია, ეს ახლა ჩვენთან რამოდენიმე წლის წინ დაიწყო და მე პირადად მიღებული მაქვს დიდი წვლილი ამ ბრძოლაში სამთავრობო დონეზე და ძალიან კარგ შედეგებსაც მივაღწიეთ სამწუხაროდ. ჩემი ობზერვაციით ამ ბოლო წლებში, ამ ბოლო ხანებში ცოტა შესუსტებულია ეს ბრძოლა. მე თვითონ პულმონოლოგი გახლავართ, ამიტომ გარდა იმისა, რომ პულმონოლოგი ვარ, ბრონხოლოგი და ყოველდღე მიწევს, ასე ვთქვათ, ვზივარ იმ ფილტვებში შიგნიდან და ვიცი როგორ ზიანს აყენებს, ვიზუალურად ვიცი, რამდენად დიდ ზიანს აყენებს თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობას, სასუნთქ სისტემას. და იწვევს ისეთ მძიმე დაავადებებს, როგორც არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული და როგორ ვთქვათ, კიბოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და ქრონიკული ბრონხიტი, ემფიზემა და ასე შემდეგ. უამრავი დაავადების პირდაპირი გამომწვევი და ძირითადი მიზეზი არის თამბაქო. ნიკოტინის შემადგენლობაზე რომ გითხრათ ბატონო დავით, შეიცავს თუ არა ელექტროსიგარეტები ნიკოტინს და რა გავლენა აქვს მას ორგანიზმზე? მე რამდენადაც ვიცი, ელექტროსიგარეტები, ეგრეთ წოდებული ასე ვეიპ მოწყობილობები არის, რომელიც შეიცავს ნიკოტინს, არის ისეთი, რომელიც არ შეიცავს. მე ვთვლი, რომ ის, რომელიც ნიკოტინს შეიცავს, ბუნებრივია ისეთივე მავნე გავლენა აქვს, თუმცა ისინი, რომელიც არ შეიცავს, მე მაგალითად ასეთ საიშვიებას ვხედავ, რომ არის კატეგორია ახალგაზრდების განსაკუთრებით, ახალგაზრდებზე ვაღარ ვთქვათ, ხო, ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა, რომელსაც არავის არ მოუწევია თამბაქო და ეს ასაკი სულ უფრო მეტად მცირდება, მარტო იმის გამო, რომ ლამაზი შესახედაობა აქვს ამ ელექტროსიგარეტს, ვაიპს. იმის გამო, რომ კარგი გემო აქვს. აი თამბაქოს მაგალითად ჩემი თაობის ადამიანები დამეთანხმებიან, რომ თამბაქო ყველას არ მოწონდა თავიდან პირველი რეაქცია არის ძალიან ნეგატიური და ზოგი ამის გამო აღარც აგრძელებდა თამბაქოს მოწევას მისი რაღაც ცუდი სუნის, ცუდი გემოს და თაბროსხების და ასე შემდეგ. ვაიპი პირიქით პირველივე მოწევაზე ისეთი სხვადასხვა გემო შეიცავს და ისეთი მოტკბო და ესეთ მიმზიდველ ასე ვთქვათ მოწყობილობას წარმოადგენს ბევრი ახალგაზრდის არასრულწლოვანებისთვისაც მათ შორის და სამწუხაროდ კი მოდიან ჩემთან პაციენტები, ვინც როცა ჩავეკითხებ მაგ განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვისაც როცა ჩავეკითხებ არავის არ ყოფილა მწეველები ტრადიციული ნიკოტინის, მაგრამ სამწუხაროდ იწყებენ ვაიპით და ვაიპი არანაკლებ მავნეა კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა და შემდგომში თუ იქნება საშუალება მოყვებით და დაწვრილებით რა მავნე ზემოქმედებას განაპირობებს სასუნთქ სისტემაზე. ბატონო დავით, როგორც თქვენ ახსენეთ, სამწუხაროდ მოზარდებში ხშირია ელექტროსიგარეტის მოხმარება და
აი, ტვინის განვითარებაზე თუ აქვს რაიმე გავლენა ელექტროსიგარეტის მოხმარებას მოზარდებში? რა თქმა უნდა, პირდაპირ. ჩვენი სასუნთქის სისტემის მთავარი დანიშნულება არის, რომ ჟანგბადი მივაწოდოთ ორგანიზმს და გამოვყოთ ნახშირო ჟანგი, როგორც ასე ვთქვათ, გამოყენებული აირი, უსარგებლო აირი. ჟანგბადი გვჭირდება ჩვენ ენერგიის ჟანგბადის გარეშე ვერ ვიცოცხლებთ. ტვინი კვდება რამდენიმე წუთი უჟანგბადოთ. ამ ჟანგბადის მიწოდების მთავარი ორგანო არის ფილტრები და როგორც კი მოხდება რაღაცა დარღვევები ფილტში, ჟანგბადი არ მიეწოდება ჩვენს ქსოვილებს სულფასოვნად, მათ შორის ჟანგბადი, როგორც გითხარით, ენერგიის წყარო, პირველ რიგში ტვინისთვის, რეპროდუქციული სისტემისთვის, ახალგაზრდები ახსენეთ, კუნთისთვის და ყველა ორგანო, უჩნაწლავი და ასე შემდეგ, ენდოკრინული სისტემა, ნერვული სისტემა, ყველა სისტემა სჭირდება ენერგია, რომელსაც სწორედ ჟანგბადის საშუალებით ვიღებთ. ანუ ჟანგბადი არის მთავარი განაპირობებელი ამ ენერგიის მიწოდებაში ქსოვილებში. როგორც კი ირღვევა ამ ჟანგბადის მიწოდების ასე იგი მექანიზმი ქსოვილებამდე და ამას განაპირობებს სასუნთქის სისტემის სხვადასხვა დაავადებები, ხო მართალია? აქედან იწყება უკვე პრობლემები. საკმარისია ფილტრებში დაიწყოს ქრონიკული ანთებითი პროცესები, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს თამბაქოს მოწევა. თამბაქო არის ჩვევა, რომელიც ყოველდღიური ჩვევაა, ხო მართალია? თამბაქოს ეწევა ან ელექტროსიგარეტს, ან ვაიპს არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის მუდმივი მავნე ზემოქმედება ჩვენ სასუნთქ სისტემაზე, რომელიც იწვევს ქრონიკულ ანთებას, ეს არის უცხო სუბსტანცია ჩვენი ორგანიზმის და ჩვენი ორგანიზმის თავდაცვის მექანიზმი ებრძვის ამ უცხო სუბსტანციას. და სწორედ ეს ბრძოლა, ეს ჩვენი თავდაცვის მექანიზმი არის ანთება არის, ასე ვთქვათ, თანდაყოლილი იმუნური მექანიზმი. ჩვენი, რომლითაც მუდმივად ვცდილობთ მოვიცილოთ ეს უცხო სუბსტანცია ბოლის სახით, მუდმივად ხდება ჩვენი ბრონხების შევიწროება საპასუხოდ, ეს არის ჩვენი რეფლექსი, ნორმალური რეფლექსი. და ჭარბი ლორწოს გამოყოფა, რომ მოვიცილოთ ეს უცხო სუბსტანცია ბოლის სახით. ეს მექანიზმი მუდმივ რეჟიმში უკვე მანკიერი წრე იქნება და გადადის შემდგომში ქრონიკულ ანთებაში. ქრონიკული ანთება იწვევს ჟანგბადის შეთვისების დაქვეითებას. პირველ რიგში ეს ეხება ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდების ნაკლებობას. რაც რა თქმა უნდა მოქმედებს ახალგაზრდების მეხსიერებაზეც, მათ განვითარებაზეც და ასე შემდეგ. პირდაპირ კავშირშია. ორსულებზეც რომ მოგვახსენოთ ბატონო დავით, ხშირად ის ორსულები, რომლებიც თამბაქოს ეწეოდნენ და ამ შემთხვევაში ორსულობის პერიოდში შეიძლება არჩევანი გააკეთონ ელექტროსიგარეტზე. აი ამაზე რომ მოგვახსენოთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს კატეგორიულად მე ხა ელექტროსიგარეტი. მე რა ვიცი ჩემ გარშემო ხშირად მე ვერ წარმომიდგენია ორსული სიმართლეს გეტყვით, ვინც გაიგებს რომ დაფუძნდება და გააგრძელოს მოწვევას. ეს კატეგორია არ აქვს მნიშვნელობა იქ. ასეთი არჩევანი რომ თუ იმას ვერ ანებებს თავს, უნდა გააკეთოს არჩევანი მის შთაომავალსა და თამბაქოში. ეს არჩევანი არ უნდა გაკეთდეს თამბაქოსა და ელექტროსიგარეტს შორის, უნდა არჩევანი გაკეთდეს მის შვილსა და თამბაქოს შორის ან ელექტროსიგარეტს შორის. მე ასე დავსვავდი ამ საკითხს. აი რამდენად რეალურია ბატონო დავით ის ფაქტი, რომ სიგარეტზე უკეთესი საშუალება არის ელექტროსიგარეტი? არსებობს ესეთი სვაჟი კვლევებიც იდება. მე რაღაცა რამოდენიმე წლის წინ მეც ვთხოვეს ჩემი დაუშვათ მოსაზრებები დამეწერა ამის თაობაზე. გავეცანე სვაჟი ძალიან დაწვრილებით მაშინ შემადგენლობასაც, იმ ვაიპის თითქოს რაღაცა ალტერნატივა ჩანდა და იმასაც ფიქრობდი მე რომ დაუშვათ რაღაცა ასე მძიმე დამოკიდებულება არსებობს, შეიძლება არსებობდეს თამბაქოსთან და ვიცი. სვაშორის მე თვითონ ვიყავი ძალიან აქტიური მწვეველი წლების განმავლობაში, მაგრამ მე შევძელი თავის დანებება და ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ თამბაქოსის თავის დანებება არ არის პრობლემური. და დაუბრუნდებით თქვენს კითხვას, კი არსებობს რაღაც მოსაზრებები, იდება რაღაც კვლევები, რომ დაუშვათ უფრო დამზოგველია, ნაკლებ ასე იგი არ იწვის თვითონ ეს როგორც ტრადიციული თამბაქოა, ასე რომ ვითომ კარცინოგენულ კანცეროგენული მოქმედება არ აქვს, დაუშვათ ესეთი უშუალო, მაგრამ სამწუხაროდ იქ შემავალი ძალიან ბევრი თვითონ იმ ელექტროსიგარეტში და ვაიპის ესე იგი მსგავს ბევრი მოწყობილობები გამოდის სხვადასხვა
და სხვა შემადგენლობის როგორც მე ადრე ვახსენე ზოგი შეიცავს ნიკოტინს, ზოგი არ შეიცავს, რაღაცა გლიცე, რაღაცა სხვა ნაერთებს, რომელიც გემოს აძლევს, რაღაც და ასე შემდეგ. თვითონ ის შემადგენლობაც თავის მხრივ არის იქ ჩამონათვალში, როცა მე დავინტერესდი ამ შემადგენლობით არის კანცეროგენული თვითონ ის ნივთიერებებით და გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, როგორც უცხო სუბსტანცია ეს არის ამოსავალი წერტილი, ხანძლივი მოხმარების შედეგად იწვევს ზუსტად ისეთივე ქრონიკულ ანთებს და არის მოყვანილი პირდაპირ ნებისმიერ შეუძლია შევიდეს და მოიძიოს ინფორმაცია პოპკორნის მსგავსი ფილტვი არის შემთხვევები ახალგაზრდებში მათ შორის პოპკორნის მსგავსი ფილტვები უმძიმესი შედეგები დგება ყველაში არა რა თქმა უნდა მაგრამ არის ესეთი შემთხვევები აღწერილი სადაც ძალიან მძიმე და მასიური ფიბროზი ვითარდება მაგალითად და ასე შემდეგ ასე რომ ცალსახად ერთადერთი მე შეიძლება დაუშვა ერთადერთი მოსაზრება რატომ დაუშვათ შეიძლება გადავიდეს ადამიანი ვაიბზე ან ელექტროსიგარეტზე თუ ის დაანებებინებს თავს ტრადიციულ თამბაქოს თუ ვერ ანებებს საბოლოო ჯამში მიზანი უნდა იყოს სრული გადაგდება თამბაქოსი და ელექტროსიგარეტზე და სხვა ასეთი მოხმარების თუ ამას ვერ ახერხებს მაშინ შედეგი დადგება იგივე როგორც თამბაქოს შემთხვევაში ასე რომ განსხვავება ამ მხრივ არ არის და საბოლოოდ ბატონო დავით რა რჩევებს და რეკომენდაციებს მიცემთ განსაკუთრებით ახალგაზრდებს და შემდეგ იმ ადამიანებს რომლებიც უკვე წლებია ეწევიან სიგარეტისგან თავის ასარიდებლად მე ისე პირადად ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი თამბაქოს აქტიური მწვეველი ვიყავი დავანებე თავი არა მარტო ფილტრებზე რა თქმა უნდა მიზეზები არის უამრავი უნდა ახალგაზრდების ერთადერთი შიში რა თქმა უნდა რომ არ დაემართოს რაზე უნდა იფიქროს ეს თამბაქო ადრე თუ გვიან ესე იგი არ ძალიან მაღალი რისკ ფაქტორი ფილტვის კიბოს და არა მარტო ფილტვის კიბოს როგორც წესი ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ძალიან დიდ პროცენტში და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გავიდა მსოფლიოში სიკვდილობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა და უსწრებს ძალიან ბევრ სხვა ასე იგი დაავადებებს და არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ასე ვთქვათ და წამყვანი სიკვდილის სიკვდილობით არის ძალიან მაღალ ადგილზე და ურჩევდი მეტი სპორტი, მეტი გართობა, მეტი აქტიურობა, აქტიური დასვენება, ვიდრე და სხვა რაღაცით გართობა, ვიდრე ესეთი მავნე მოწყობილობებით გართობა. ცალსახად. დიდი მადლობა თქვენ ბატონო დავით ამ მნიშვნელოვანი რჩევებისთვის და მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა თქვენ ჩემი მოწვევისთვის. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შეხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები. ბოლო დროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები. დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.